Pirogში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვილოცავ ჩვენს კაციების ოჯახს, ნიკუშას დაბრუნებას, ამ ომში ჩვენთან ერთად არის. დავამთავრეთ ერთი თავი, ბრძოლის ერთი თავი ჩავხურეთ დღეს. და რადგან დავხურეთ ერთი თავი, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, გითხრათ თქვენ ჟურნალისტებს პირველ რიგში, იმიტომ რომ არც ერთი დღე ჩვენ ამ ომში თქვენ გარეშე არ გაგვიტარებია. თქვენი თავდადება, კი, მაგრამ სხვა ჟურნალისტებსაც შეუძლიათ რომ იგივე გაკეთონ, მაგრამ იგივეს არ აკეთებენ, ასე რომ ეს ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი არის. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც რუსთაველზე დგას უკვე არაერთი დღე არის და ჩვენ მწუხარებისთვის დრო არ გვაქვს. სასამართლოს ეზოში უნდა მოვრჩეთ ამ ყველაფერს, დავასრულოთ, იმიტომ რომ ეს უკვე ჩახურული გვერდი არის და ეხლა დრო არის, რომ პირიქით უფრო მეტი შემართებით, ბრაზით, არა ცრემლებით, არამედ ბრაზში გადავიყვანოთ ეს ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ ამ ბიჭებს, რომ მათი ეს 8 წელი ჩადებული ამხელა დროით, მათი თავისუფლების აღკვეთა არ არის ფუჭი. რაც შეეხება გადაკვალიფიცირების საკითხს, 2 დღე ამაზე ვსაუბრობ და სულ ის მიტრიალებს თავში, რომ ეს ტერმინი რეალურად რუსულმა რეჟიმმა შესთავაზა თავიანთ ამომრჩეველს. რომ ვითომ როგორი ჰუმანურები არიან. იცით რა არის? აქამდე ვერაფერს მე მყავს ნაცნობები ადამიანები, რომლებიც აი იცით რა არის, აი რო დააშავეს, აი რო ისქნეს, აი ესქნეს. მე არ ვერიდები არასდროს პოლემიკაში შესვლას ამ ადამიანებთან და ეხლა ძალიან კარგი ტერმინი მისცეს მათ, რომ იცით რა არის, აი ხომ გადააკვალიფიცირეს. ვითომ ამითი უნდათ რომ რაღაცა ნამუსი მოწმიდონ თავიანთ ქართულ ოცნებას და ნიკა კაცია, გიორგი ახობაძე, თედო აბრამოვი, იგივე ბრალდებით იყვნენ სამივე დაკავებულები, ანტონ ჩეჩინიც, 2 რუსეთის მოქალაქეობა კიდევ განაჩენს, ზუსტად იგივე მუხლით და უბრალოდ რაღაცნაირად ცდილობენ რომ გვატკინონ, მაგრამ თან აი ცოტა რაღაც სიხარულის საბაბიც განვიცადოთ. ხადიან, ყველა ადამიანის თავისუფლება, უკანონო პატიმრის, სინდისის პატიმრის არის ძალიან სასიხარულო, მაგრამ ამას დევს აისევდა, იმიტომ რომ ამდენი ხალხი არის კვლავ ტყვეობაში. კი ბატონო, ასე რომ არ ვიცი, ბრძოლა ნამდვილად გრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა, ჩვენ საბასტიოს გავაგრძელებთ ბრძოლას, ირაკლისთვისაც გავაგრძელებთ ბრძოლას, ყველასთვის გავაგრძელებთ ბრძოლას, ვინც უკანონო პატიმრობაში არის და ის რა რეჟიმული, ასე ვთქვათ, ქმედებებით შემოიტანეს, რაც ახასიათებს რუსეთის იმპერიას, არ შეგეშალოთ მეგობრებო, თქვენ საქართველოში ხართ და ქართველი ერი არ არის იმ ისტორიის მატარებელი, როგორიც არის რუსეთის იმპერია და არასდროს არ იფიქროთ, რომ საქართველო გახდება რუსეთის გუბერნია. ამას პირადად ჩვენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გვპირდებით და ყველა ის ადამიანი, ვინც რუსთაველზე შეუჩერებლად აგრძელებს ბრძოლას.